საქართველოში მათ შორის კახეთში მუნის შემთხვევებმა იმატა. რამ გამოიწვია ახლა ამ დაავადების გავრცელება, როგორ გადადის იგი ადამიანიდან ადამიანზე და რამდენ ხანში ინკურნება? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგი მარინა კაპანაძე გვიპასუხებს. ქალბატონო მარინა, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. ქალბატონო მარინა, თქვენი შეფასებით რამ განაპირობა ქვეყანაში მუნის შემთხვევების მატება და როგორ უნდა გავარჩიოთ მუნი ალერგიისგან ან სხვა დაავადებებისგან? დიახ, მუნი ეს არის განსაკუთრებით სერიოზული დაავადება იმ თვალსაზრისით, რომ არის მსუბუქი მიმდინარეობის და კიდევ ის, რომ მუნი ადვილად მართვადი დაავადებაა. ამიტომ მისი გავრცელება არ გაცდება საზღვრებს და არ მიიღებს ეპიდემიის სახეს, თუ კი ადამიანები მივალთ იმ შეგნებამდე, რომ დროულად მივხედოთ ამ დაავადებას. დაავადებას იწვევს პარაზიტი, ეს არის პარაზიტოლოგიური დერმატოლოგიური დაავადება, რომელიც აზიანებს კანს. ყავს გამომწვევი არა ვირუსი და მიკრობი, არამედ პარაზიტი, ეს არის ტკიპა, რომელიც კანში ადვილად შეიჭრება, ეს არის თვალით უხილავი ტკიპა, მაგრამ დერმატოლოგებს აქვთ საშუალება, რომ დაინახონ ეს ტკიპა სპეციალური დერმატოსკოპით. მაგრამ ადამიანებში იმდენად მცირე რაოდენობით შეიძლება იყოს ეს ტკიპა, ერთ ადამიანში 20-ზე მეტი ტკიპა არასოდეს არ არის და თითოეული ტკიპა ორგანიზმში დებს 2-3 კვერცხს კანში. ამიტომ ნახეთ, გადამდებლობა შედარებით ნაკლები იქნება. გადადება არ ხდება, თქვენ გაინტერესებთ გადადების გზები და ალბათ მაყურებელსაც ძალიან აინტერესებს. დიახ, როგორ გადადის მუნი? მაგალითად, თუ ბავშვი შეეხო კალამს ან მერხს, შესაძლებელი არის თუ არა, რომ გადაიდოს, თქვათ, თუ ეს კალამი ეკუთვნოდა იმ ადამიანს, ვისაც ჰქონდა მუნი? არა, მუნი მასზე არ გადადის. კალმით და მყარი საგნებით, მერხით, კალმით, წიგნით მუნი არ გადადის. ვინაიდან მუნი მუნისთვის აუცილებელია უფრო რბილი ქსოვილი, ეს არის ტანსაცმელი, თეთრეული და რაც ყველაზე მთავარია კანის კანჟზე შეხებით. დაახლოებით რამდენი ხანი უნდა შეეხოს კანიდან კანი კანს? მაგალითად თუ ხელი ჩამოაქვს, შესაძლებელია გადაგიდოს? ხელის ჩამორთმევით მუნი არ გადავა. ხანგრძლივი კონტაქტით კანის კანთან. ამიტომ არის, რომ ეს ოჯახებში უფრო ხშირია ეს დაავადება, ბაღში, სადაც პატარა ბავშვები ხშირად მოკიდებენ ხელს და ისე დადიან, ვიდრე დაუშვათ ან მაღალ კლასებში და კიდევ თინეიჯერებშიც ხდება, რაც განპირობებულია ტანსაცმელების გაცვლა გამოცვლით თინეიჯერ გოგონებში. ხშირია ხოლმე ერთმანეთს უცვლიან ტანსაცმელს და ტანსაცმელში ტკიპა, რომელიც ადამიანის კანიდან, კვერცხიდან იჩეკება და კანიდან ადვილად გამოდის, ტანსაცმელში 3-5 დღე მაინც ცოცხლობს. შესაბამისად, იმათთან გადადების გზა ეგ შეიძლება იყოს, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, მხოლოდ და მხოლოდ კანის კანთან შეხებით არის, ნამდვილად ხანგრძლივი შეხებით არის გადამდები. დაახლოებით 10 წუთი, 15 წუთი საკმარისი არის, თუ უფრო მეტი დრო ხდება. დიახ, საკმარისია, მაგრამ თუ ამ პერიოდში, ამ 10-15 წუთში ბავშვი იქნება თუ დიდი დაიბანა ხელები საპნით, შეიძლება იმ პატარა ტკიპამ, რომელმაც დაარღვია კანის მთლიანობა და გამოვიდა დაავადებული ადამიანის კანიდან, ვერ შეაღწიოს ჯამრთელი ადამიანის კანში, თუ მოხდა ხშირი ხელების დაბანა საპნით. დიახ, ესე იგი გადაკოცნით, თქვათ, ხელის ჩამორთმევით მუნი ვერ გადაგედება. გადაკოცნით, ხელის ჩამორთმევით, ჭურჭლით, რომელსაც დაავადებული გამოიყენებს, მუნის გადადება არ მოხდება. დიახ, არც მაგალითად კალმის თხოვებით, ან რაიმე ნივთის თხოვებით. ხშირად დაუნებია ხოლმე სკოლებში, რომ ერთმანეთს არაფერი არ ათხოვოთ, რადგან მუნი არ გადაგედოთ. ესე იგი ეს გამორიცხულია ასე. სკოლებში იმიტომ გადამდებლობა შედარებით კლებულობს, წეგან აგიხსენით რა შემთხვევაში შეიძლება იყოს გადამდები, მხოლოდ ხშირი ხანგრძლივი კონტაქტით კანის კანთან და ტანსაცმელის ხშირი გაცვლა გამოდის. დიახ, როგორ უნდა გავარჩიოთ, გვაქვს თუ არა მუნი, ან შემთხვევით ალერგია ხომ არ დაგვემართა, ამის განსხვავება მარტივად შესაძლებელი არის? დიახ, შესაძლებელია, მაგრამ
ადვილად შესაძლებელია, მაგრამ მაინც აუცილებელია დერმატოლოგის კონსულტაცია და რატო ახლა გითხრათ. თუ ადამიანს აქვს ქავილი, რის შედეგადაც წარმოიქმნება წვრილი გამონაყარი, წითელი გამონაყარი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ასაკის ადამიანებში, სხვადასხვა ადგილზე იყოს, იმიტომ რომ ბავშვებში შეიძლება სახეზედაც კი გაჩნდეს გამონაყარი, რაც არავითარ შემთხვევაში არ ჩნდება უკვე ასაკიან ადამიანზე და მოზრდილებში, ყელის კისრის ქვემოთ არის გამონაყარი დიდებში. ბავშვებში შეიძლება სახეზედაც კი გაჩნდეს. ხშირად ხელებს მოწმებენ ხოლმე და ხელებზე რატომ დიახ? ხელის ნაოჭებში შეიძლება გაჩნდეს, აი თითებს შორის ნაოჭებში, იდაყვის შიგნითა ზედაპირზე, მაჯის შიგნითა ზედაპირზე, მუცელზე, მუცლის ქვედა არეში, მკერდზე, სასქესო ორგანოების მიდამოებში, დუნდულებზე და რა რითი განსხვავდება ეს ალერგიული ქავილისაგან. ჯერ ერთი ალერგიულ ქავილს არ აქვს ესე მითითებული ადგილები და მეორე რაც ყველაზე მთავარია. ღამით როცა ადამიანი წვება საწოლში და ჩათბება, ზუსტად მაშინ უფრო ძლიერდება ქავილი, რაც არ არის დამახასიათებელი ალერგიული გამონაყარისათვის. მიუხედავად ამისა, თუ ადამიანი იღებს ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატებს 2 დღე და მეტი და არ მისცა შეღავათი და პირიქით უფრო გაუმძაბრდა ქავილი, ეს ნიშნავს, რომ დერმატოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია. დიახ. თუ ადამიანს გადაედო მუნი, რა დრო არის საჭირო, რომ სიმპტომები გამოულინდეს და როგორ უნდა უმკურნალოთ? მართლაც 5 დღეში შესაძლებელი არის განიკურნოს ადამიანი? დიახ, ნახეთ ახლა ადამიანს, რომელმაც გასულ პერიოდში მუნი გადაიტანა, ინკუბაციური, ანუ ფარული პერიოდი უფრო მოკლე აქვს. ანუ გესმით რა ხდება? აი თუ მე მუნი გადავიტანე გინდაც 1 წლის წინ, ეხლა რომ კონტაქტში ვიყო მუნიანთან და დავინფიცირდე, ჩემი დაავადების გამოვლენისათვის საკმარისია 7-10 დღე, მაქსიმუმ 2 კვირა. მაგრამ თუ ადამიანს პირველად ხვდება მუნი, სხვა დროს არ ქონია, 6 კვირამდეც კი შეიძლება გაგრძელდეს ინკუბაციური, ანუ ფარული პერიოდი, კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე. დიახ, და შესაძლებელია სანამ გამოულინდება ამ დროს სხვა ადამიანსაც გადასდოს მუნი? დიახ, ამ პერიოდში, ფარულ პერიოდში, როცა მის სხეულში უკვე შეიჭრა ტკიპა, დააზიანა კანის ზედაპირული შრე და დადო კვერცხები, იქიდან იჩეკება ლარვა, ანუ პატარა მუნები, პატარა ტკიპები, რომლებიც გამოდიან გარეთ ინკუბაციური პერიოდის, ანუ ფარული პერიოდის დროსაც კი გამოდიან და შეუძლიათ სხვა ადამიანი დააინფიცირონ. დიახ. ამიტომ გესმით რა ხდება? აი, როდესაც დადგება საქმე უკვე მკურნალობაზე. ესე ოჯახის ერთ წევრს თუ მუნი აქვს და ოჯახში არის 10 წევრი, 9-მაც პარალელურად უნდა იმკურნალოს. გესმით? იმიტომ რომ დაინფიცირების რისკი ხო არის და იმის გულისთვის რომ მუნი არ ტოვებს არანაირ იმუნიტეტს, შეიძლება ერთი ადამიანი დაინფიცირდეს, 2 კვირის შემდეგ და უშუალოდ 6 კვირის შემდეგ მეორე და ასე შემდეგ და ისე პირველი, გესმით? აი წრეზე ტრიალებს ეს ტკიპა. ესე იგი შესაძლებელია ადამიანმა არ ციცოდეს რომ მუნი აქვს, ჯერ არ ქონდეს გამონაყარი, მან ათხოვოს ტანსაცმელი მეგობარს და იმასაც გადასდოს მუნი. დიახ, ადვილი შესაძლებელია გადასდოს, მაგრამ დასაწყისშივე ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ, ტანსაცმლით, საყოფაცხოვრებო ნივთებით, საგნებით, ეს შეეხება განსაკუთრებით პატარა ბავშვებს, აი ფუმფულა სათამაშოები რო აქვთ და ვთქვათ ქონდა მუნის მატარებელ ადამიანს ეს სათამაშო ხელში დიდი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ადვილი შესაძლებელია რომ ამ ფუმფულა სათამაშოშიც შეგვხდეს ტკიპა, რომელიც დიდხანს არ ცხოვრობს ფუმფულა სათამაშოშიც და დაახლოებით 3-5 დღეში კვდება. რა თქვით საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით რაღაცა ესე უფრო მარტივად შეიძლება ხო იქ სათამაშოებს ათხოვებენ ხოლმე რომ გადაედოს ბავშვს. დღესდღეობით როგორ ახდება ბაღშიც უკვე აღარ აქვთ ფუმფულა ნაჭრის სათამაშოები. და თუ აქვთ რეკომენდაცია აქვთ ჩემგან, ჩვენგან, ექიმებისგან, რომ ეს სათამაშოები დროებით მოათავსონ, თქვათ, რომელიღაც
ასაკობრივ ჯგუფში აღმოჩნდა მუნი. იქ არსებული ნაჭრის სათამაშოები სულ ყველა უნდა მოთავსდეს ერთჯერად ცელოფანის ტომარაში, ჭიდროდ მოეკრას თავი და 3-5 დღის მანძილზე ის ტომარა იქნეს ან ეზოში სადღაც ფარდულში გატანილი, ან ავტოფარეხში, ან სადღაც 3-5 დღის მანძილზე დამშეული ტკიპები მოკვდებიან. შესაბამისად, იქ ტკიპის გამრავლება და კვერცხის დადებაც არ ხდება. ამის შემდეგ, იმიტომ რომ სრულად დავიცვათ ჩვენ ეს სათამაშოები ტკიპებისგან, დეზინფექციაც უნდა გავაკეთოთ მანამდეც და მაგის შემდეგაც, რბილ სათამაშოებზე, რბილ ავეჯზე, ოჯახშიც რბილ ავეჯზე, თეთრეულზე, მატრასებზე, სულ ყველგან უნდა გაკეთდეს დეზინფექცია. აი რაიმე პრევენცია არსებობს იმისა, რომ მუნი არ შეგხვდეს? პრევენცია არ არსებობს. ნახეთ როგორ არის. ანუ ეგეთი აზრი იყო ადრე, რომ მუნი ემართებოდა უსათუოდ ჩნდებოდა უსუფთავობის გამო. ეს არის მითი, რომელიც დღესდღეობით არ დასტურდება. მუნი ემართება როგორც ძალიან ეგრეთ წოდებულ ბრჭყალებში სუფთა ადამიანს, რომელიც ჰიგიენის წესებს მაქსიმალურად იცავს, ასევე ნაკლებად სუფთასაც. ეგ დამოკიდებულია კანის იმუნიტეტის და ორგანიზმის მდგომარეობაზე. აი ქალბატონ მარინე, თუ კლასში დაფიქსირდა მუნი და 1-2 ბავშვს აღმოაჩნდა, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ სხვებიც არ დაინფიცირდნენ? ანუ 5 და 10 ადამიანსაც რო აღმოაჩნდეს ერთდროულად მუნი, კლასი არ დაიკეტება, რადგან დაავადება არის მართვადი, ადვილად მართვადი. სხვა დაავადებებიც შეიძლება იყოს მართვადი, მაგრამ ესეთი ადვილად მართვადი, როგორიც მუნია. აი მაგრამ მოიხსნება, რომ ადვილად მართვადია, რამდენ ხანში ინკურნება და როგორ ინკურნება? მოგახსენებთ მკურნალობაში ერთი წუთით, აი ამ საკლასო ოთახში უნდა მოხდეს აუცილებლად დეზინფექცია. დეზინფექტანტით უნდა დამუშავდეს ყველაფერი იმ ოთახში. თუ არ გადადის მაგალითად მყარი ნივთებიდან რა გადადის, არ გადადის, მაგრამ მაინც მივმართავთ დეზინფექციას და იმ მუნიან ბავშვებს დროებით განვაცალკევებთ დაახლოებით 1 კვირა 7 დღე უნდა იყვნენ ეს ბავშვები მკურნალობის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა შეიძლება 3 დღეში დადებითი შედეგით დამთავრდეს და მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის დაწყებიდან სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა 24 საათის განმავლობაში უკვე მუნი დაავადებულ ადამიანს ხდის უშიშარს რა, ნაკლებად საშიში კი არა, გადამდებლობის თვალსაზრისით ის ადამიანი საშიში აღარ არის. გესმით? აი არ არსებობს ადამიანმა მკურნალობა დაიწყოს და 24 საათის შემდეგ მან მუნის ტკიპა ვინმეს გადასდოს. მაგრამ ეხლა მკურნალობაზე რაც შემიძლია ვთქვა, თვითონ მუნი მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათება, მაგრამ არის გართულებული შემთხვევებიც, როდესაც ეს ნაკაწრი ამ გამონაყარს აზიანებს დაფხანვა, ქავილი აზიანებს და შესაბამისად დაზიანებულ კანში ადვილად იჭრება სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი და ვითარდება მერე პიოდერმია, ანუ კანის სხვა დაავადება, ჩირქოვანი დაავადება, რომელიც სხვა მკურნალობას საჭიროებს, მუნის სხვა მკურნალობას საჭიროებს. გარდა ამისა, ანტიბიოტიკი საჭირო არის? არა. დავიწყეთ პიოდერმიის დროს შეიძლება დაუნიშნოს დერმატოლოგმა, მაგრამ მუნის მკურნალობა ანტიბიოტიკით არ ხდება. დაუშვათ დაიწყო პაციენტმა მკურნალობა მუნის საწინააღმდეგო პრეპარატებით. ამ შემთხვევაში რა ხდება? კანის ეს პრეპარატები ისეთია, რომ იწვევს კანის ზედაპირული შლის ჩამოშლას, ჩამოფრცხვნას, გესმით? ანუ ეს ტაბლეტებია თუ როგორ ხდება? მალამოებიც არის და ტაბლეტებიც. ეგრეთ წოდებული კანი როცა ჩამოიშლება, გაშიშვლებული კანი რჩება, გესმით? რო ჩამოიფრცხდება, ვინაიდან ეს არის კანის ზედაპირულ შრეში, ტკიპებიც, მათი კვერცხებიც უკვე იღუპებიან. მაგრამ რჩება ღია კანი, რომელიც გაშრება და ისევე იწევს ქავილს.
გარდა ამისა, ქავილს იწევს დაუშვათ 2 კვირის განმავლობაში და შეიძლება მეტი დროითაც მკურნალობის ჩამთავრებიდან. და ეს მარტივიც არ ყოფილა ეს დაავადება. მარტივია იმ თვალსაზრისით, რომ თუ კი ადამიანმა იმკურნალა ჩამოეფრცხვნა კანი და გრძელდება ისევ ქავილი, ამას უკვე სხვა მკურნალობა ჭირდება. პაციენტები კი არ მიმართავენ ისევ დერმატოლოგს, რომ სხვა მკურნალობა დაინიშნოს, ანუ ლოსიონები ან ამ კანის დასარბილებლად და ზედაპირული შრის გასაახლებლად. არამედ გონიათ, რომ ისევ მუნის ტკიპაა და ისევ აგრძელებენ მუნის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობას, რაც უფრო მეტ ზიანს აყენებს მათ კანს. ამიტომ მუნის სრულ განკურნებამდე უნდა იყოს მუნით დაავადებული დერმატოლოგთან კონსულტაციაზე. დიახ, და მხოლოდ პედიატრია, ესე იგი საკმარისი არ არის პედიატრთან ვიზიტი. დერმატოლოგი ჯობია ამ შემთხვევაში, დერმატოლოგის დანიშნულება გაცილებით უკეთეს შედეგს გამოიღებს, იმიტომ რომ ის ხდება, ეს არის უბრალო დერმატიტი, კანის ანთება, თუ ტკიპით გამოწვეული ქავილით გაჩენილი დერმატიტი. ხდება ეს არის მუნი თუ ალერგიული რეაქცია. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებისთვის და მე მგონი დღეს ამ გადაცემაში ვისაუბრეთ რა არის მითი და რა რეალობა მუნთან დაკავშირებით. დიახ. დიდი მადლობა.